მოდი ახლა უბრალოდ ნახოთ თქვენი ენერგეტიკული ველი და ინფორმაცია მაღალი ძალებისგან რა მოდის თქვენთვის. ლაიკები არ დაგეზაროთ, ძალიან გთხოვთ, ენერგოცვლისთვის აუცილებელია პირადი გაშლები, ვისაც გსურთ მომწერეთ პირადში და უფასოდ შემდეგზე ან ერთ კითხვაზე გაშლებს მე არ ვაკეთებ, გაითვალისწინეთ ხოლმე როცა მწერთ. მოკლედ, ვინ ხართ თქვენ, რომ მიხვდეთ თქვენი ეს გაშლა და ეს ინფორმაცია მაღალი ძალებისგან თუ არა? ვინ ხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ, როცა ამ გაშლას უყურებთ, გაშლა მოქმედებს მაშინ, როცა ნახულობთ და გაშლა არის ორივე სქესისთვის. პენტაკლის პრინციუმი ჩვენებენ პენტაკლის პრინცი შეიძლება ბრძანდებით მიწისძვრის წარმომადგენელი ეს არის კურო ქალწული და თხის რქა არ მეშლება მგონი შესაძლებელია წარმოადგენთ მიწისძვრიას მაგრამ საერთო გაშლაში ნომივეჯაჭვებით ეს არის ძალიან ნელი ტიპაჟი ძალიან ასჯერ აწონდაწონის ასჯერ გეგმას და შეადგენს ამ მხრიდან შეხედავს, იმ მხრიდან შეხედავს, რა ვიცი, ყველანაირად წარმოიდგენს, ავს დაკარგს ამ სიტუაციისას, ვიდრე თავის ნაბიჯს გადადგავს. თუმცა რაღაცა საჩუქრით მიდიხართ აქ ვიღაცასთან, ან გეგმაში გაქვთ, ვიღაცას რაღაც საჩუქარი მიუტანოთ, შეიძლება ვინმეს დღესასწაული, დაბადების დღე მოდის, ქორწილია, რაღაცა ისეთი სადღესასწაულო მდგომარეობაში და გამოწყებილი მიბრძანდებით აგერ ძალიან გამოპრანჭულია ეს პრინცი და რაც მთავარია ამ ადამიანს არ არის მოკლედ გამორიცხული რომ ვიღაცასთან ემზადებით სადმე სადღესასწაულოდ წასვლას სტუმრად მისვლას ასე ვთქვათ. ასეთი ნაწილიც იქნება. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ის თემატიკა, რომ ძალიან ნელია და ყველაზე ნელი კარტია ეს ტაროში პრინცი პენტაკლის სახით, ძალიან მიწიერი, სტაბილური, გაწონასწორებული, თუ აი იმ ნაბიჯს გადადგავს, რაზეც მე ვთქვი, რომ ასჯერ დაწონის თქო და მერე უკვე გადადგამს თქო, აი ის ნაბიჯი არის მყარი, როგორც არ ვიცი რას შევადარო, უკვე შეურყეველი, ასე ვთქვათ, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. 4-იან ხმალი ამოდის აქ. შესაძლებელია გაქვთ ნაწილს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ან სათვალის გამოყენების დრო დაგიდგათ, ასე ვთქვათ, აი ეს მხედველობის სათვალე, რომელიც არის და ეს ცოტა არაკომფორტულ მდგომარეობაში გაყენებთ, რბილად რო ვთქვა, ნაწილი იქნება ასეთი, ნაწილი იქნება ისეთი, ვინც უბრალოდ პაუზაშია ურთიერთობებში, იმიტომ რომ რატო ვთქვი მხედველობა, იმიტომ რომ აქ უსინათლო ადამიანია კონკრეტულ ამ ტაროზე ვხედავთ, ვერ ხედავს და ჯოხით მიდის, ასე დაგემართებათ თქო ეს იმას არ ნიშნავს, უბრალოდ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნაწილისთვის შეიძლება იყოს, ვისაც რაღაცა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ასეთი ნაწილიც იქნება. კლასიკურ ტაროში 4-იან ხმალი ეს არის პაუზის კარტი, ეს არის გაჩერებული მდგომარეობა, ეს არის შეიძლება ურთიერთობებში გაჩერებული მდგომარეობა, ეს არის შეიძლება თქვენი ენერგეტიკული რაღაცა პაუზის მომენტი, რომ აი ძალა და ენერგია და ჯანმრთელობა ცოტა შერყეული კი არა, ისე ვერ გაქვთ, როგორც წესი და რიგი გაქვთ ხოლმე და თქვენ თავს იცნობთ და ხართ ჯანზე, ასე ვთქვათ, ეხლა ცოტა რაღაცა სუსტ მდგომარეობაში იმყოფებით. ასევე როგორც აღვნიშნე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შეიძლება პაუზა საჩვენებდეს თქვენ სამუშაო რეჟიმში არ არის გამორიცხული და ამიტომ ხართ ესე ბრმასავით მიდიხართ, რომ სად ვიარო და სად წავიდე ახლა და სად მოვძებნო სამსახური, აი რაღაცა ჯოხით როგორც უსინათლო მიდიხართ, არიცით რა სამუშაო უნდა მოძებნოთ, რა თემატიკა უნდა მოძებნოთ, რა განხრით იაროთ. მაგრამ კალოდისში მეათე მაღალი არკანი ამოდის, ეს არის საბედისწერო კარტი, ეს არის ბედის ბორბალი, სწორედ ასე ქვია მეათე მაღალ არკანს. შესაძლებელია გაქვთ ცვლილებები ცხოვრებისეული და საერთოდ ცხოვრება ძალიან ხშირად გიბრუნებთ რაღაცა შეცდომებზე გატრიალებთ, აი ისევ იგივე ადამიანებს გახვედრებთ, ვისგანაც და ვისთან შეხვედრისასაც ვერ გაიარეთ ის გაკვეთილი, რაც უნდა გესწავლათ და ამიტომ იგივენაირი სიტუაციები, იგივენაირი სამუშაო რეჟიმი და დაუფასებლობა მაგალითად ხელმძღვანელობის მხრიდან სამსახურში, იგივენაირი პარტნიორული ურთიერთობები, ერთი მიდის, მეორე მოდის, იცვლება სიტუაცია და სახელგვარები, ასე ვთქვათ,
სამსახურის ან პარტნიორული ურთიერთობების ან მეგობრული ურთიერთობების, მაგრამ აი იმიტომ რომ რაღაცა იმ გაკვეთილს ვერ გადიხართ, რამაც უნდა გაგზარდოთ და გაიზარდოთ იმ სიტუაციაში, სამყარო ასე ვთქვათ, პერიოდულად აი იგივე ხალხს, იგივე სიტუაციას გიბრუნებთ და აბრუნებს, იმიტომ რომ გაიაზროთ და მიხვდეთ რაში გაქვთ შეცდომა და რა უნდა გააკეთოთ. ისე რომ ეს სიტუაციები განირიდოთ უკვე და აღარ ხდებოდეს წამდაუწუმა ესეც თქვენი დეპრესიაში ჩავარდნა და ესე უსინათლოსავით სადვია რომ ვის შევხვდე ეს ურთიერთობა გამოვა აქედან რამე არ გამოვა მოლოდინის რეჟიმია ესეთი წინ რო ვერ ხედავ რა გელოდება ესეთი სიტუაციები ასევე იქნება სიტუაციები ადამიანებისთვის სადაც ბედის ბორბალი შემოbrunდა და იღბალი შემოbrunდა თქვენთან მიმართებაში სახით და უკვე დრო მოვიდა ასე ვთქვათ რომ აი ამ ტანჯული მდგომარეობიდან სადაც პირველი სართული იწვის და მეორედან ვიღაცას საშუალად უხმობთ გაუგებარია ვის ეს შეიძლება იყოს თქვენი სივის დაგზავნების სამუშაო რეჟიმში თუ პარტნიორულ ურთიერთობებში რო ყურადღება მომაქციეს ანამ ხასიათზე ვარ სანამ მინდიხარ სანამ მიყვარხარ ნუ მღალატობ ნუ მატყულობ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ამ დახმარების ხელის თხოვნის მდგომარეობიდან ბედი შემოbrunდა როგორც იქნა თქვენსკენ და აი ამ ბრმასავით კი აღარ მიდიხართ როგორც მიდიოდით ანა ეს წუთი-წუთზე შეიძლება ეს მდგომარეობა უკვე ხართ ძალიან ისეთ სტატუსურ მდგომარეობაში ნუ აქ პრინცია მეფე არ არის მაგრამ უკვე მყარად ხართ თქვენ ფინანსურ მდგომარეობაშიც ურთიერთობებშიც სტაბილურს თუ ვიტყვით გაცილებით სტაბილურია შეიძლება ნელა პროგრესირდებოდეს თქვენი ურთიერთობები მაგრამ უკვე მყარი ნაბიჯით ჩამოყალიბებული ურთიერთობები გაქვთ ძალიან გამიგრძელდა იდენტიფიკაცია მაგრამ ეს არის თქვენი ყოველდღიურობის მომენტი უკვე რომელიც იცვლება თქვენი საბედისწერო ცხოვრებისეული ეტაპი რომელიც ესეთი უსინათლოდან გადადის უკვე მდგომარეობაში იმის რომ ამოძრავდა სათქმენოდ ბედი შემოbrunდა სათქმენოდ რა უნდა გადმოგცეთ ამ შემთხვევაში მაღალმა ძალებმა თუ ატყობთ რომ თქვენია ეს გაშლა აუცილებლად ლაიკები კომენტარები რა თემატიკა გინდათ საერთო გაშლათ რო გავაკეთო ისიც დამიწერეთ ჩემი ქმარი ჩემი მეზობელი ამ თემებს საერთო გაშლათ ვერ გამოვიყენებ გაითვალისწინეთ პირველი მაღალი არკანი მე-9 მაღალი არკანი და მე-19 მაღალი არკანი კი არ ვიტყუები მეგობრებო აგერ გაჩვენებთ ძალიან მნიშვნელოვანი საბედისწერო პერიოდის წინაშე დგეხართ მაგი ეს არის აჩენი მარტო ყოფი ადამიანი მე-19 მაღალი არკანი მზე ეს სამივე მაღალი არკანებია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის წინაშე დგეხართ თქვენ ცხოვრებაში და ეს პერიოდი უკვე გიკაკუნებთ ასე ვთქვათ საჩუქრით ხელში სიურპრიზის ხელში რომელსაც წინასწარ კი არ გაჩვენებთ ბედი აგერ ზურგს უკანა აქ ამ ბიჭის ფოტოთი თუ ვიტყვით ეს პაჟი არის პენტაკლის ამ შემთხვევაში ეს არის ახალი საწყისი ეს არის შეიძლება ახალი ურთიერთობა თქვენ პარტნიორულ ურთიერთობას თუ განვიხილავთ ეს არის სიურპრიზული ახალი კარგი შემოთავაზება სამუშაოსთან ფინანსებთან დაკავშირებით იმიტომ რომ პენტაკლის წარმომადგენელია ეს პაჟი რაც შეეხება თქვენი ცხოვრებისთვის რა უნდა გითხრათ მაღალმა ძალებმა ის რომ ყველაფერი პირველ რიგში თქვენ ხელშია და თქვენ ხართ მაგი 4 სტიქია აქ თასი ხმალი, ჟეზლი, პენტაკლი, 4 სტიქია, ნებისმიერი შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი წარმატებისთვის, პოპულარობას თუ ვიტყვით, თქვენი პოპულარობისთვის, სიყვარულს თუ ვიტყვით, თქვენი ახალი სიყვარულის საწყისისთვის, ან განახლებისთვის იმ სიყვარულის, რომლისთვისაც იბრძვით და ასე უსინათლოსავით ელოდებოდით და შველას ითხოვდით მისგან და მის ყურადღებას ითხოვდით, გააქტიურებას თქვენსას ამ მხრივ. თქვენ ხელშია ყველაფერი, რაშიც გენდომებათ რომ თქვენთვის სასარგებლო მიმართულებით წავიდეს, თქვენთვის პროგრესის წავიდეს, ნებისმიერი ინსტრუმენტი არის თქვენ ხელში, ამიტომ მაქსიმალურად თვალები, ყურები, ყველაფერი გაახილეთ და იმოქმედეთ. აქ არ არის გვერდზე წამოწოლის დრო, აქ არ არის აჩელნიკობის და მარტოობის დრო, ეს არის ბერი, რომელიც ძალიან ბევრი რაღაც უნახია ცხოვრებაში და სამყარო გეუბნებათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს შენ ასაკთან დაკავშირებით. ვიდრე უნდა იცოდე, ძალიან ბევრი რაღაც იცი შეიძლება იცი მარტო ცხოვრების სიმწარე შეიძლება იცი
გათვითცნობიერებული მარტოობა, რომ აი მარხვაში ხარ, ასკეზაში ხარ, ყველაფრისგან, ყველა სიამოვნებისგან, რასაც სამყარო გაწვის, გააზრებულად უარ სიძახი და არ მინდა მარტოობაში მირჩევნია მარხვაში, ასკეზაში, საერთოდ ურთიერთობა არ მინდა, არავის დანახვა არ მინდა, არც მუშაობა აღარაფერი არ მინდა, ამ სიტუაციიდან გამოდიხართ 19 მაღალი არკანი მზით, იცეკვებთ, იმღერებთ და ძალიან ნათელი მოეფინება თქვენ ცხოვრებას. გიკაკუნებთ აგერ უკვე სიურპრიზები, ასე რომ მიიღეთ.